მე ვეხვეწებოდი ჩემს ყოფილ ქმარს გიორგი დაებრუნებინა ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში ღალატის შემდეგ, მაგრამ მან პირდაპირ მითხრა, რომ ვერ მაპატიებდა. თქვა, რომ მე ის გატეხე. სწორედ ამიტომ ვწერ ამ ყველაფერს. ჩემმა ფსიქოლოგმა მირჩია, უბრალოდ ამოვილაპარაკოთ და რატომღაც ინტერნეტი ყველაზე უსაფრთხო ადგილად მომეჩვენა ამისთვის. მე 42 წლის ვარ. 3 წლის წინ ვუღალატე ჩემს ქმარს გიორგის, რომელიც მაშინაც 42 წლის იყო. ამან გაანადგურა ჩვენი ოჯახი და მე ამას ყოველდღე ვნანობ. ჩვენ ერთმანეთი 19 წლის ასაკში გავიცანით. ერთმანეთისთვის პირველები არ ვყოფილვართ, მაგრამ 22 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბედნიერები ვიყავით. რა თქმა უნდა, გიორგი იდეალური არ იყო. ხანდახან მოთმინებას კარგავდა, მაგრამ ის ყოველთვის გულწრფელი ადამიანი იყო. დიდხანს იტანდა ყველაფერს და როცა ბოლოს აფეთქდებოდა, ყველაფერს ამბობდა, რაც გულში ჰქონდა დაგროვილი. მე ამას ვიგებდი. მეც ასეთი ვიყავი, გაბრაზებისას შემეძლო სასტიკი სიტყვების თქმა, მაგრამ გიორგის ჩემზე არასდროს უგრძნია წყენა. ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები არ გქონდა. დიახ, მას უფრო ხშირად უნდოდა სიახლოვე. ის ყოველდღე ავლენდა ინიციატივას. მე კი 5 ბავშვის დედა ვიყავი, 3 გოგო და 2 ბიჭი და მუდმივად დაღლილი ვიყავი. ხშირად უბრალოდ ძალა აღარ მრჩებოდა. გიორგი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, როცა სექსი არ გქონდა და ეს ნერვებს მიშლიდა. დღეს, როცა უკან ვიყურები, ხვდები, შეგვეძლო მეტი გქონოდა. მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი მუშაობდა კვირაში 60 საათს, მაინც მეხმარებოდა სახლში, სრუნავდა, რომ შაბათ-კვირას კარგად გამომეძინა, დილით კი სუფთა სახლსა და მომზადებულ საუზმეს მახვედრებდა. წლები გავიდა. 3 უფროსი ბავშვი კოლეჯში წავიდა და სახლში უცნაური სიცარიელე ჩამოვარდა. მომბეზრდა ყოველდღიურობა. თავი სრულიად გამოუსადეგრად ვიგრძენი. 2 უმცროსი ბიჭი ჯერ კიდევ ჩვენთან ცხოვრობდა, მაგრამ უკვე საშუალო სკოლაში იყვნენ და თითქმის აღარ მჭირდებოდნენ. გიორგიმ ეს შეამჩნია და შემომთავაზა სამსახურში დაბრუნება. ახლა ვხვდები, რომ მაშინ უნდა მეთქვა უარი. უნდა მეპოვა ჰობი. უნდა შემეცვალა რაღაცები სხვა გზით. მაგრამ მე დავთანხმდი. გიორგი ოდნავ სავსე იყო, მაგრამ მაინც მიმზიდველი. ჩემი წონა წლების მიხედვით მერყეობდა 68-დან 95 კილოგრამამდე. როცა სამსახურში დაუბრუნდი, მომხმარებელთა მხარდაჭერის თანამშრომლად 72 კილო ვიყავი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. 21 წელი არ მემუშავა და კოლექტივში დაბრუნება სასიამოვნო იყო. რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყე დროის გატარება ახალგაზრდა კოლეგებთან, უმეტესობა 25 წლის გოგოები იყვნენ. გიორგი მხარს მიჭერდა, რადგან მეგობრები თითქმის არ მყავდა. მეც ადრევე უბნებოდი, რომ მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა კოლეგებთან, ამიტომ სამართლიანად ჩავთვალე, რომ მეც იგივე მექნა. მაგრამ სწორედ ამ გოგოებმა დაიწყეს ჩემს თავში საშიში აზრების ჩანერგვა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ უკეთეს კაცს ვიმსახურებდი. რომ გიორგი არ იყო საკმარისად სექსუალური. რომ ის მაკავებდა და ზღუდავდა. ერთმა მამაკაცმა კოლეგამაც კი თქვა, რომ ჩემი ქმარი ბეტა იყო, რომელიც ალფად თამაშობდა. მე დავიჯერე. იმ პერიოდში მეჩვენებოდა, რომ გიორგი ბევრს ლაპარაკობდა და ცოტას აკეთებდა. დიახ, ხედავდი, როგორ ეწინააღმდეგებოდა ადამიანებს, ვინც მას ცუდად საუბრობდა და არასდროს ერიდებოდა სიტყვიერ დაპირისპირებას. მაგრამ არასდროს მინახავს, რომ ფიზიკურ ჩხუბში შესულიყო და რატომღაც ეს ჩემს თავში სისუსტედ გადაიქცა. არ ვიცი, საიდან მომივიდა ეს აზრები. მე მიყვარდა გიორგი. პატივს ვცემდი მას. ისიც პატივს მცემდა. ჩვენი მეგობრები მუდამ მეუბნებოდნენ, როგორი იღბლიანი ვიყავი, რომ ასეთი ქმარი მყავდა. და მეც ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ეს ადამიანები თითქოს ჩემს თავში ჩასახლდნენ და ნელ-ნელა დამაჯერეს, რომ ჩემი სიყვარული ეჭქვეშ უნდა დამეყენებინა. ყოველ ჯერზე, როცა კოლეგებთან საუბრობდი, ისინი სულ უფრო მეტად მიმაქანებდნენ ღალატისკენ. ბოლოს დავიწყე ფლირტი იმ მამაკაც კოლეგასთან, ვინც გიორგის ბეტას ეძახდა. ის ჩემი ასაკის იყო, მოვლილი, სპორტული. რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავისთავად გაგრძელდა. მან პირველი ნაბიჯი გადადგა, მე კი უბრალოდ დავნებდი. ჩვენ ვერთობოდით ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო. მე თავს ახალგაზრდად და სასურველად ვგრძნობდი. ამავე დროს საკუთარ ქმარს საშინლად ვექცეოდი. ვუარყოფდი მის მცდელობებს სიახლოვისთვის, დამცირებდი მის წონას და როცა ეჭვი უჩნდებოდა, ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გიჟი იყო. დღეს ვერ ხვდები, რა მემართებოდა მაშინ.
არ ვიცი, ვინ იყო ის ქალი, რომელიც გავხდი. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ერთ საღამოს ვახშმის დროს გიორგიმ ხელში მყოფი მინის ჩიქა გაჭყლიდა. ის სიძულვილით მიყურებდა. კისერზე ნაკბენი გაქვს გამოაფურთხა მან, ხელზე ნაჭერსი ხვევდა და სახლიდან გავიდა საავადმყოფოსკენ. ჩემი შვილები შოკში იყვნენ. უფროსი ვაჟის თვალები სიცითლით აევსო და ოთახიდან გავარდა. იმ საღამოს, როცა გიორგი საავადმყოფოში წავიდა, მე პანიკაში ჩავარდი. ბავშვები ჩემსკენ არ იყურებოდნენ. სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ყურებში მიგუგუნებდა. მე მაშინვე დავურეკე ჩემს საყვარელს და ყვირილი დავიწყე, ვადანაშაულებდი ყველაფერში, რაც მოხდა. ის კი სრულიად ცივად მიპასუხა, რომ უბრალოდ უნდოდა თავისი ტერიტორია მოენიშნა. ამ სიტყვებზე გულისრევა დამეწყო. პირველად, მთელი ამ დროის განმავლობაში, ნამდვილ ზიზღს ვგრძნობდი საკუთარი თავის მიმართ. გვიან ღამით გიორგი დაბრუნდა. ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მკითხა, რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ყველაფერი. მინდოდა მომეტყუებინა, ყველაფერი უარყო, მაგრამ მის სახეზე ისეთი სიცარიელე დავინახე, რომ ვეღარ შევძელი. სიმართლე ვუთხარი, 4 თვე. მან მკითხა დეტალები. მე ვდუმდი. ის ჩემ გარშემო ნელა დადიოდა, მერე ყურთან ახლოს ჩუმად მითხრა, ისე რომ მხოლოდ მე მესმოდა. განქორწინება მინდა. შემდეგ შეურაცხყოფაც დაამატა. მანამდე ჩემთან ასეთი ტონით არასდროს ულაპარაკია. მე უბრალოდ დავიშალე და ტირილი დავიწყე. განსაკუთრებით მაშინ, როცა დავინახე, რომ ბავშვები კიბეზე იდგნენ და ყველაფერს ისმენდნენ. მათ თვალებში სიბრაზე იყო. იმ წამს გიორგიმ თითქოს ემოციურად გამორთოს თავი. თითქოს რაღაც ჩამრთველი გადაირთო. მისი სიყვარული ჩემდამი უბრალოდ გაქრა. სამსახურში ქალი კოლეგები მხარს მიჭერდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი, რომ ახლა თავისუფალი ვიყავი და შემეძლო ვისთანაც მინდოდა, მასთან ყოფილიყავი. მე დავიჯერე. არ მინდოდა განშორების გაწელვა. გიორგი სახლიდან გადავიდა და ბინა იქირავა ჩვენგან სულ 1 კილომეტრში. ამის შემდეგ ჩემი შვილები ჩემ მიმართ შეიცვალნენ. ვაჟები ისე მეკცეოდნენ, თითქოს ნაგავი ყოფილიყავი. გოგოებმა საერთოდ შეწყვიტეს საუბარი. ჩემი საყვარელი კი მიუხედავად ჩემი პროტესტისას სახლში მოდიოდა. უბრალოდ შემოდიოდა და არ მიდიოდა. ეს ბავშვებს აგიჟებდა. ერთხელ, როცა გიორგი ბიჭების წამოსაყვანად მოვიდა და საყვარელი სახლში იყო, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ჩემი საყვარელი ფიზიკურად უფრო ძლიერი ჩანდა, მაგრამ გიორგიმ უბრალოდ გაუღიმა და თქვა. არა, ახლა. მაგრამ მალე. ეს სიტყვები ღიმილით თქვა. როცა გიორგი წავიდა, მე საშინლად გაუბრაზდი. ვუთხარი საყვარელს, რომ მისი ქცევა მიუღებელი იყო. მან დამაიგნორა. როცა გავაგრძელე საუბარი, მიყვირა. მაშინ პირველად შემეშინდა. დროთა განმავლობაში მან დაიწყო ჩემზე კონტროლი, მეუბნებოდა, რა ჩამეცვა, რა მეჭამა. მეუბნებოდა საზიზღარ სიტყვებს, როცა არავინ ისმენდა. და მე ამას ვაძლევდი საშუალებას. როცა განქორწინება ოფიციალურად დასრულდა, ქონება 50-50 გავყავით. მე გიორგის მისი წილი გადავუხადე სახლზე. ოფიციალურად ერთობლივი მეურვეობა გვქონდა, მაგრამ ვაჟებმა უარი თქვეს ჩემთან ცხოვრებაზე და მამასთან გადავიდნენ. უფროსი გოგოები საერთოდ აღარ მპასუხობდნენ. გავიგე, რომ ერთ-ერთი მათგანი სერიოზულ ურთიერთობაში იყო მხოლოდ მაშინ, როცა გიორგიმ შემთხვევით ახსენა. ყველაზე მტკივნეული დღე იყო დოკუმენტებზე ხელმოწერა. როცა დავინახე, როგორ მოხსნა გიორგიმ საქორწინო ბეჭედი და ფურცელზე დადოს, სუნთქვა შემეკრა. კალამი ხელში გამეყინა. მაშინ ბოლომდე გავიაზრე, რა გავაკეთე, მე დავანგრიე ჩემი ქორწინება. დავანგრიე ურთიერთობა შვილებთან. და, შესაძლოა, უკვე ძალადობრივ ურთიერთობაში ვიყავი. 1 კვირის შემდეგ ჩემმა საყვარელმა პირველად დამარტყა. უბრალოდ ვუყვებოდი ჩემს დღეს, შემთხვევით ტუმბოს შევეხე და მისი ტელეფონი იატაკზე დავარდა. მან შემომხედა, ხელი დამარტყა და დამიძახა მოუხერხებელი. მე გიორგის დავურეკე. პირველი კითხვა, რაც დამისვა იყო. ბავშვებს ეხება? როცა ვუთხარი, რომ არა, უბრალოდ გათიშა. ამის შემდეგ ძალადობა გახშირდა. 2 თვე გრძელდებოდა. იმ დროს მეგონა, რომ ამას ვიმსახურებდი. გიორგი არასდროს დამრტყამდა. ეს კი მირტყამდა. ამას კარმად ვიღებდი. ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა მან ჩემი ქალიშვილი დაარტყა.
ის კოლეჯიდან კარანტინის გამო დაბრუნდა და ერთადერთი იყო, ვინც ჩემთან დარჩა. ერთმა ზარმა საკმარისი აღმოჩნდა. გიორგი მოვიდა. მან საყვარელს შესთავაზა პირველი დარტყმა, შემდეგ კი ისე სცემა, რომ ნახევრად მკვდარი დატოვა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სახე სრულიად უემოციო იყო. როცა მე ვეხვეწებოდი გაჩერებას, მან ჩემს ქალიშვილს შეხედა და ჰკითხა, რომელი ხელით დაგარტყაო. შემდეგ კი იმ ხელზე დააბიჯა და მოტეხა. ამის შემდეგ საყვარელი სახლიდან გაათრია, ერთხელაც არ შემომხედა. საავადმყოფოში წაიყვანა და ექიმებს უთხრა, რომ კიბიდან დაეცა. მეორე დღეს ის სამსახურიდან წავიდა და ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.